მოგესალმებით. ძვირფასო საქართველოს მოქალაქეო. თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, არჩეულო დეპუტატებო. ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, საპატიო სტუმრებო. პატივცემულო დეპუტატებო, გილოცავთ გამარჯვებას 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეს ახალი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა დაუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც მე-9 პარლამენტის არჩევით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის გამტკიცების გზაზე. მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ სადამკვირვებლო მისიას, პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კომისიას, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა. არჩევნები შედგა მეტნაკლები დარღვევით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივად ახალი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისათვის. ჯერა რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში მეტ კონკურენციას, მეტ დებატებს და დისკუსიას ნიშნავს. სამწუხაროდ პარლამენტის გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც სამწუხაროდ დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობა გააჩინა. თუმცა მინდა ყველას უთხრა, პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ პირიქით იწყება. არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისათვის. სწორედ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელ დეპუტაციას დღეს მინდა შევთავაზო თანამშრომლობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ამასთან ერთად არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო ის რეალობა, რომელიც ჩემსა და ჩემი გუნდის წინაშე დადგა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ნაკლები დრო და ენერგია რომ დახარჯულიყო, პრეზიდენტის და სხვა უწყებათა რესურსი უკეთესად მოხმარდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის ინტერესებს. ამიტომ ერთის მხრივ მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთა ინსტიტუციური, კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი. ამავე დროს მეორეს მხრივ მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვთქვავ მზად ყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის. დღეს ამ პარლამენტში ხმათა უმრავლესობა, კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას. ამასთან ერთად ბოლო 4 წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური გუნდის მიერ 6 წლის ვადით იქნა შერჩეული და დანიშნული მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე აღვნიშნავ, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ ქართული ოცნების ხელშია. შესაბამისად,
როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიის გარანტი გიდასტურებთ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება ესაჭიროება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას, ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი. ამიტომ გთავაზობთ ყველამ ერთად თანხმობითა და თანამშრომლობით შექმნილი ვითარება ვაქციოთ პროგნოზირებად და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტაბილურობად. გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად. ამისთვის სრულად უნდა ავამუშავოთ ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსის და გაწონასწორების მექანიზმები. შევქმნათ დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის. ამის გათვალისწინებით მზად ვარ დავამკვიდრო პრობლემურ სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა. მზად ვარ წარმოგიდგინოთ ჩემეული ხედვა და შემოგთავაზოთ ის საკითხები, რაც ჩემი აზრით უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას. დავიწყებ დღევანდელობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემით. დღეს ჩვენ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა და მძიმე სოციალური პრობლემები აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის. შესაბამისად მივმართავ მმართველ პარტიას. დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოთ. პირველ ყოვლისა ეს არის საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რომელიც ნამდვილად ძლიერი არ აღია ნებისმიერი რეფორმების განსახორციელებად. თქვენ ასევე გაქვთ საზოგადოებისგან ახლად მონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი. თქვენ გაქვთ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და უპრობლემო თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან. შესაბამისად, დღეს აქტიური მოქმედებების დროა თამამი არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარს. მე კი ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი იმ რეფორმების, რომელიც მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისკენ არის ორიენტირებული. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჯერა რომ კონსტიტუციურ სისტემაში მთავარი არა იმდენად მოდელის დახვეწილობა, არამედ კონსტიტუციონალიზმის ერთგულების ტრადიცია. არსებობენ ქვეყნები, სადაც კონსტიტუციონალიზმის საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციით ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით იდეალურად ხორციელდება. ნათელია რომ ამის გარანტი არის არაპოლიტიკური კლასის, ნათელია რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის და საზოგადოების კონსტიტუციონალიზმის ტრადიციისადმი ერთგულება. ამ თვალსაზრისით ქართულ კონსტიტუციონალიზმს სწორედ რომ არახარსახარბიელო კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, გიდასტურებთ, რომ კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას აქვს ხარვეზები, მაგრამ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი იქნება თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება. მთავარი რა დღეს ჩვენ სახელმწიფოს ესაჭიროება სწორედ ბალანსის და გაწონასწორების მექანიზმის გამყარებაა და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთხელში თავმოყრა. შესაბამისად, ნათლად ვხედავ რა კონსტიტუციის გადახვედრის და საერთო თანხმობის მიღწევის აუცილებლობას, მე მხარი დაუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფლად შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ საზოგადოებრივი პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. ბალანსისა და გაწონასწორების სისტემებზე საუბარი აზრს მოკრებულია თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. მოგმართავთ წინადადებით მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით ასოცირების ხელშეკრულების
სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე საქართველოში მოვიწვიოთ ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია. როდესაც საუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულობაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის აუცილებლობა. არავის არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქ-შოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე. არ უნდა ყვავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია როგორც მეოთხე ხელისუფლება უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი, რაც დღეს ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ კუთხით მივიჩნევ, რომ უნდა გაძლიერდეს მედიის დაცვის მექანიზმები და შეიქმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები. არ შემიძლია არ შევეხო პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საკითხს. მე ნათლად მესმის, რომ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთის მხრივ სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორეს მხრივ რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად. თუმცა გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივ ვიპედალირება უფრო აწყობთ. ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა. თუმცა დღეს მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვლავაც რჩება ნასამართლები. ეს საკითხი მე შარშან ყოველწლიური მოხსენების დროს წამოვწიე. შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამართლო ინსტანციებში. ამ უფლების უზრუნველსაყოფლად მე მზად ვარ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოვყო თანხა საადვოკატო მომსახურეობისათვის. აქვე გთავაზობთ განიხილოთ წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანი საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სპეციალური პაკეტით უზრუნველყოს. დღეს აქ გამოსვლისას არ შეიძლება არ შევეხო ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებს. ჩემთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება. ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება. ასევე ამ საკითხების გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა. ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამსაზღვრელის უმაღლესი ორგანოს მკაფიო პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიაში. გლობალური პოლიტიკური კონტექსტი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემო ქვეყნისგან უშიშროების პოლიტიკის განახლებას და მიმდინარე ინტენსიური პარტნიორული პროგრამების პარალელურად ახალი შესაძლებლობების ძიებას მოითხოვს. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად მიმაჩნია, რომ უნდა განახდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის გამსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები. მათზე დაყრდნობით სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია. ძირითად პრინციპებზე შეთანხმება გვჭირდება ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითაც. ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე გასულ წლებში
პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო ყველა პოლიტიკურმა ძალამ მაშინ მართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის გაუგებარი იყო. გთავაზობთ განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციისათვის. და ბოლოს ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება 10 წლებით გადავდოთ. ქვეყნის მყისიერი წარმატება აუცილებელია. ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე 2017 წელს განათლების წლად ვაცხადებ. განათლება თავისუფლებაა, ხოლო განათლებული ადამიანი აღწევს შიგნაგან სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას. მჯერა ერთიანი ძალისხმევით განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებას ერთად ავაშენებთ და გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ. წარმატებულ საპარლამენტო მოღვაწეობას გისურვებთ თქვენ და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს. მადლობა. თქვენ უსმენთ საქართველოს პრეზიდენტს, სხვათა შორის იყო ტაში საკმაოდ მოკრძალებული, ფეხზე არ ამდგარან დეპუტატები პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ. აირევაზ არველაძე ის უხუცესი დეპუტატია პარლამენტში 74 წლის და